მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ჯვარსა შენსა თავყვასავცევთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ. დიდი მარხვის მესამე კვირა ჯვრის თაყვანისცემა, ვინც მთელი შეგნებით, სულით და ხორცით შეუდგა დიდი მარხვის აღსრულებას, ბუნებრივია მიხვდება, რომ მისი სხეული და მისი სული არ იყო ამისთვის მზად და გარკვეული შეწევნა ნუგეში და მადლი ჭირდება, რომ ცოტა შეისვენოს, ძალები მოიკრიფოს და გააგრძელოს მარხვა. წითელ პარასკევამდე დიდ მარხვაში ყოველი მესამე კვირა გახლავთ გამშვენებული ჯვრის თაყვანისცემა. რატომ? ამაზე ძალიან მარტივია პასუხი. თუ შენ მთელი სულით და გულით განეშორე ამ სოფლის სიამეებს, თუ მართლა გულით ლოცულობ მოყვასისთვის, შენი თავისთვის, შენი ახლობლებისთვის, მტრებისთვის, აკეთებ მოწყალებას, კითხულობ ეფრემ ასურის ლოცვას. არ არსებობს, რომ არ მოგაკითხოს ეშმაკის ანგელოზმა. არ არსებობს, რომ არ შეწუხდეს ეშმაკის შენით, იმიტომ რომ მან უკვე შეგამჩნია, რამე თუ ის არის ბოროტი და ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა და როგორც კი დაინახავს არაწმინდა სული, რომ ერთი პატარა სანთელი სადღაცას აინთო, იქავე გაჩდება, რომ ჩააქროს. ის უკვე აღარ ებრძვის ნარკომანებს, მეძავებს, ქურდებს, ყაჩაღებს, რამე თუ ისინი უკვე მასთან არიან ნახევრად და ის ებრძვის ზუსტად იმ ადამიანს, ვისაც ქვია მართლმადიდებელი და ცდილობს 21 საუკუნეში პატიოსან ზნეობრივ ეკლესიურ ცხოვრებას და ცდილობს, რომ განეშოროს ამ სოფლის სიამეებს და შეუდგეს ქრისტეს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ზუსტად მიზეზი და მიზანი იმისა, რომ ნუგეშის მისაღებად ეკლესიამ აკურთხა, შეამკო და ცისკრის ლოცვების დროს, როდესაც წმინდაო ღმერთო იგალობება, გამოაბრძანა ტაძარში ჯვარი და ჩვენ უნდა მივიღოთ ჯვრისგან ნუგეში. რატომ მაინც და მაინც ჯვარი და არა აღდგომის ხატი, ან შობის ხატი, ან ღვთისმშობლის ხატი, ან წმინდა ნიკოლოზის ხატი. ჯვარი იმიტომ, რომ ერთ დროს სიკვდილის და დამცირების იარაღი გახდა სიცოცხლის და დიდების იარაღი და ეშმაკები ძალიან გაურბიან ჯვარს და როგორც კი ჯვარს დაინახავენ და რწმენით გამოსახულ ჯვარს ისინი ფრთხებიან და გარბიან ჩვენგან. ამიტომ ყოველთვის სასოებით გამოისახეთ ჯვარი. არა მაშინ, როცა ჩვენი საფეხბურთო ნაკრები თამაშობს, ან ავტობუსში ადიხარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არა, მაშინ, როდესაც იგრძენი არაწმინდა სულის შემოტევა, ბილწი, ზრახვები და აზრები და მაშინვე გაიხსენე ჯვარცმული ღმერთი და თქვი, რომ ჯვარსა შენსა თაყვასავცევთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა უგალობ და ვადიდებ. არც ერთი არაწმინდა სული აღარ დარჩება თქვენთან. იმიტომ კი არა, რომ თქვენ ახართ ძლიერები, არა, იმიტომ რომ ჯვარშემოსილი პიროვნება ხარ და გახსოვს ყოველთვის მარკოზ მახარებელის სიტყვები, უпростоრად მარკოზის სახარებაში გადმოცემული სიტყვები დღევანდელი სახარება. და საოცარი სიტყვებია. ვისაც სურს, რომ შემომიდგეს მე, ღმერთი გეკითხება შენ მონას, გინდა რომ მეფეს შეუდგე, რომელიმე იმპერატორს კი არა, ან რომელიმე გამოჩენილ პიროვნებას, არა, შენ გინდა რომ შემომიდგე მე. აქავე დავძენ, რომ გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ამას არ ეუბნება ანგელოზებს, ამას არ ეუბნება ცხოველებს, ფრინველებს, თევზებს, არავის გარდა ადამიანისა. ღმერთი არ გამხდარა ღმერთ ანგელოზი, ან ღმერთ ცხოველი, აპატიოს ღმერთმა ამ სიტყვებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთმა ინება გამხდარიყო ღმერთ კაცი. და როცა თქვენ გესმით
ომების შესახებ ამბები პირდაპირ წერია სახარებაში მათეს, ლუკას და იოანეს გამოცხადებაში, რომ ნუ შეძრწუნდებით წელში გაიმართეთ, რამე თუ ეს არ არის აღსასრული, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ მოდის ის წყეული, რომელიც თავისი სახელით მოვა, გაბატონდება და მას უნდა მოუმზადონ მესამე ტაძარი. არ დაკონკრეტდებით, თქვენ ეს ყველაფერი ზოგადად იცით, მაგრამ ეს როდის მოხდება, მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჯვარი მიჭირავ ხელში, გულზე კიდია ჯვარი, კითხულობ სახარებას, ვეზიარები, სიკეთეს ვაკეთებ ღვთისმადლით და ვიცი, რომ ღმერთი არ დამტოვებს. ვაი იმას, ვისაც არ აყავს ღმერთი, ვაი იმან, ვინც გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო, ასე ბრძანებს წმინდა სერაფიმ საროველი, ეკითხებიან, რატომ აღარ არიან მოღვაწენი, იმიტომ რომ ადამიანსო გადაწყვეტილების მიღება უჭირსო და მორჩილება აღარა აქვთო. გადაწყვეტილების მიღება არის ადამიანის პრეროგატივა. მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებაზეა ჩემო კარგებო საუბარი? მარხვა რო დაიწყო ტაძარში სიარული? არა, ეს ხო ფარისევლობაა მარტო მარხვაში რომ დადიხარ. არა, ძალიან ცოტა არის ეს. ღმერთი ამბობს, რა მდგომარეობაშიც მოგიხელთებ, იმ მდგომარეობაში განგსჯი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანში არის ორი ნებელობა, ბუნებრივი ნებელობა და პიროვნული ნებელობა. ბუნებრივი ნებელობა რა არის? გაზაფხულია, მშია, ხორცი მინდა, გართობა მინდა, აგერ ნუში აყვავდა, გალაღებული ცხოვრება მინდა, ის მომწონს, ეს მინდა რომ ავიღო, მეც მინდა რომ მქონდეს, უნდა მოვიპარო, უნდა წავართვა. ღმერთი გეუბნება არა. თუ შენ ხარ ბუნებითი ნების მონა, ხარ ჩვეულებრივი პირუტყვი და როცა გინდა, რასაც გინდა, იმას აკეთებ და ვისთანაც გინდა, იმას აკეთებ. მაგრამ თუ შენ ხარ პიროვნულად, პიროვნება, ადამიანი და პიროვნულ ნებას ემორჩილები, ინახავ მარხვას, ლოცულობ და ამბობ, რომ კი მინდა, ადამიანურ ბუნებას კი უნდა, მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება, ჩემი ღმერთი განრისხდება. უпростоრად ეწყინება ჩემ ღმერთს. ეხლა მე ამას რო გავაკეთებ, ჩემი ოჯახის წევრები რო გაიგებენ, მოიწონებათ? არა, მაშინ აღარ გავაკეთებ, ესე იგი პიროვნება ვარ. მაგრამ თუ ჩუვად გავაკეთებ რაღაცას, მოვიპარავ, ვიმრუშებ, ისეთ რამეს ჩავიდე, რასაც ჩემი მეუღლე არ მოიწონებს და ჩემი შვილები არ მოიწონებენ, არ გავაკეთებ, ესე იგი ცოდვაა, ესე იგი პიროვნება ვარ და არ მინდა რომ გზას ავწდე და არ მინდა რომ ეშმაკმა გადამახვევინოს ქრისტეს გზიდან. აი ამიტომ ღმერთი გეკითხება, ყოველ დღე გეკითხება, სანამ შენ ცოდვას ჩაიდე. შვილო, დაფიქრდი აბა კარგად. დაფიქრდი აბა კარგად, რასაც ეხლა შენ აპირებ. კარგია თუ ცუდი? სინდისი ხომ კარნახობს რომ ცუდია? კარგი, შეიძლება სახარებას არ კითხულობ, მარხვას არ ინახავ, მოძღვარი არ აკყავს, არ დადიხარ ეკლესიაში, მაგრამ იმ თანაცოდნას, თანაგონებას ძველ ქართულად რა უნდა უთხრა? ვეუბნებით ხანდახან, ხო? რა ვქნა? სხვა გზა არა მაქვს, ოჯახი მაქვს, ეს რო არ გავაკეთო, ასე იქნება, ის რო არ გავაკეთო, ისე იქნება და მთელი ცხოვრება ვჯახირობთ, წვალობთ, ვარღვევთ მცნებებს, მაგრამ წინ მაინც ვერ მივდივართ. ვეკითხები ადამიანს, მარხვა დაიწყო, არ ივლი ეკლესიაში. დრო არა მაქვს, მამაო. გინდა შვილო გაღარიბდე. კვირას იმუშავე. გინდა რომ სული წყარი წმიდო. არ შეინახო მარხვა, არ ილოცო, არ იყო ქველმოქმედი, არ დაიმდაბლო თავი და აუცილებლად წარწმდები და აუცილებლად ეშმაკის ხაფანგში ამოყოფ თავს. ამიტომ ჩვენმა ძვირფასმა დედა ეკლესიამ განაჩინა მარხვა, განაჩინა ჯვრის თაყვანისცემა, განაჩინა საღვთისმსახურო წესგანგებულება. მოიცალეთ შემოკარგებო, როგორც ესაია ამბობს და წმინდა ყავით მარხვა. მარტო ხორციელი საკვებისგან თავშეკავება არ არის მარხვა და რძის ნაწარმისგან. ის, რასაც არ აკეთებთ სამხსნილო დღეებში, გააკეთეთ მარხვაში. ერთ ოჯახს მაინც დაეხმარეთ. ერთი ადამიანი მაინც არ უგეშეთ. ერთხელ მაინც თქვი არა განკითხვაზე, შურზე, ბილსიტყვაობაზე, მრისხანებაზე. მოიქეცით
დაიმდაბლეთ თავი და ღმერთი აგამაღლებთ. მე მინდა შევეხო უფლებას ვერ მივცემ ჩემ თავს რომ ამ საკითხს არ შევეხო. კარგია რომ ხანდახან შეგვახსენებენ ხოლმე ნეო პიროვნებები, ყველაფერი ნეო სამწუხაროდ ბოროტისგან არის ხო? ნეოფაშიზმი, ნეოკომუნიზმი, ნეოლიბერალიზმი, ახალი ცისქვეშეთში არაფერი არ არის ჩემო კარგებო. ეკლესიამ ყველა მწვალებლობას პასუხი გასცა. ეკლესიამ უკვე 21 საუკუნეა რაც ჩამოაყალიბა სწავლება სოტეროლოგია, მარიოლოგია, ესქატოლოგია, ანუ სწავლება ცხონების შესახებ, სწავლება მაცხოვრის შესახებ, სწავლება ღვთისმშობლის შესახებ, სწავლება ბოლო ჟამის შესახებ. მაგრამ ვაი იმ ქრისტიანს, ვინც ეს არ იცის, გასაბრალოა ის მოჭიდავე ილეთები რო არ იცის და ტატამზე რო გავა. ან ის მოკრივე, რომელიც პავლე მოციქულის თანახმად ჰაერში იქნევს ხელებს და უმიზნოდ ვერ გაუგია საით იქნევს ხელებს და ის აუცილებლად დასამარცხებლად არის განწირული. შენ კი მართლმადიდებელო ქრისტიანო 21 საუკუნის ისტორია გაგაჩნია, 7 მსოფლიო კრება, წმინდა მამები, წმინდა გარდამოცემები, წმინდა წერილი და ის ბრიყვი ადამიანი რომ ამბობს რომ მე სახარების რწმენით მონათლული ადამიანი ვარ, ანუ პროტესტანტი ვარ, უთხარი რომ შვილო რომ არა ეკლესია სახარება არ იქნებოდა. 30 სახარება იყო და 30-დან 4 რო გამოარჩიო, როგორ უნდა გამოარჩიო, რომელი იყო ჭეშმარიტი და რომელი იყო არაჭეშმარიტი. იოღოვას მოწმე, წირომ ბიბლიას გიტრიალებს, უთხარი ცოტა ხანი დამშვიდი, რა იცი რომ 76 წიგნი უნდა იყოს, იქნება 80 უნდა იყოს. საიდან იცი რომ ამბობ რომ sola scriptura, მარტო წმინდა წერილი. ხო და რა იცი რომ ამდენი წიგნი უნდა იყოს, იქნება მეტი უნდა იყოს, ან იქნება ნაკლები უნდა იყოს. აი ამაზე იზრუნა დედა ეკლესია 4 საუკუნეში და პირველ მსოფლიო კრებაში შეიტანეს ზუსტად ის ნუსხა, ის კანონიკა, რამდენი წიგნი არის ძველ აღთქმაში, 49 და რამდენი წიგნი არის ახალ აღთქმაში, 27. და ეს შენ საიდან იცი, ჩემო კარგო? ჯერ პირზე რძე არ შეგშრობია და აქეთ ჭკვაზე მარიგებ და აქეთ მიხსნი, იმიტომ რომ შენ პავლეს სიტყვები ესე გაიგე და შენ თქვენ წარმოიდგინეთ რომ პეტრე მოციქულიც კი ბედავს და ამბობს რომ ხშირათო იმდენად რთულიაო პავლეს ეპისტოლეებიო რომ ზოგიერთებიო სულის დასაღუპავად იყენებენო. სამწუხაროდ ასია, იმიტომ რომ თუ პავლეს სიტყვები არ განგიმატა იოანე ოქროპირმა, ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა, შენ შეიძლება კი არა აშკარად შეცდომას დაუშვებ. ყველას ბიბლია უჭირავ ხელში და ყველა გეუბნევ აქ ესე წერია, იქ ისე წერია. დაიმახსოვრეთ, თუ ხარ მართლმადიდებელი, ბიბლიის სიბრძნის და ცხონების საცავში ვერ შეხვალ, თუ გასაღები არა გაქვს წმინდა მამების მიერ ბოძებული და იმით თუ არ გააღეკარები, მაშინ ფანჯრიდან უნდა გადახდე და ფანჯრიდან ვინახდება ქურდი და ყაჩაგი, იმიტომ რომ მას გასაღები არ აქვს, იმიტომ რომ არ არის დედა ეკლესიის წიაღში. ყველაზე დიდი დოგმატიკოსი იოანე დამასკელი თავის ბრწყინვალე ნაშრომში წყარო სიცოცხლისა, ანუ წყარო ცხონებისა, ცხოვრებისა ტრიადა არის, 3 წიგნისგან შედგება, ვისაც წაკითხული არა გაქვთ, გილოცავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სხვანაირად პრეტენზია ვერ გექნებათ ვერავის ცოდნაზე. პირველი ეს არის საფილოსოფოსო თავნი, ანუ ფილოსოფიური ლექსიკონი, ფილოსოფიური ტერმინების განმარტება. ფილოსოფია რა არის თუ არა ტერმინების გაჟღერება და გადმოცემა. შენ თუ არ იცი ტერმინები, ვერ გაიგებ თანაარსი რა არის, ერთასი რა არის, უსია რა არის, ომოუსია რა არის, რა არის გვამოვნება, რა არის პიროვნება, ვერ გაიგებ და აუცილებლად გაიჭხირები მე სადღაცას. როცა გაიგებ ტერმინების შინაარსს, მე მეორე წიგნი არის წვალებლობათა შესახებ. რამდენი წვალებლობა არის? რამდენი იყო მაშინ და ეხლა რამდენი დაემატა კიდე? და თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რომ თავს იქებენ, რომ ვითომ რელიგია, ისლამი არის ერთ-ერთი სექტა ქრისტიანობაში აღმოცენებული და რატო? აპოკრიფებზე არის დაყრდნობილი. არაბეთის ნახევარკუნძულზე იუდეველებისგან და ნესტორიანელებისგან ერთ-ერთი განშტოება იყო სექტა, ვინმე მუჰამედმა შექმნა ასეთი ცრუ რელიგია. და ეს არის სხვა არაფერი თუ არა
გნოსტიკური, აპოკრიფული, ეგრეთ წოდებული სახარებების სინთეზი. და შენ რომ მართლმადიდებელი ხარ და იოანე დამასკელი არ იცი, იტრიალებენ წინ მე აი იუდას სახარება აღმოჩნდა, იცი? და შენ ეტყვი აპოკრიფია. აი თურმე იაკობის აპოკალიფსი არსებობს, ღვთისმშობლის სახარება არსებობს, პეტრეს სახარება არსებობს. შენ ეტყვი მშვიდად რომ სოფლიო საეკლესიო კრება ეგენი უარყო, იმიტომ რომ არის სწავლებლური, არის აპოკრიფი და კანონიკური წიგნები არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. რო გაიგე ტერმინების შინაარსი და რო გაიგე რა არის მწვალებლობა, უკვე მესამე წიგნი ეს გახლავთ მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. აქ წერია ყველაფერი, ეს ოღონდ იოანემ კი არ დაწერა, მან როგორც ფუტკარმა ყვავილები და რო თაფს ნექტარს აგროვებს, აი ესე წმინდა მამების გამოკრებილი შრომებიდან, სწავლებებიდან იცის რომ ჩვენ დრო არა გვაქვს და ვერ მოვიძიებდით, მაშინ არ იყო ChatGPT და არ იყო Google და არ იყო Wikipedia, მაგრამ იყო იოანე დამასკელი, იყო იოანე ოქროპირი, იყო გრიგოლ პალამა, იყო იოანე სინელი, არ ქონათ ინტერნეტი, მაგრამ შესანიშნავად ქადაგებდნენ, შესანიშნავად განმარტავდნენ ყველაფერს. და დღეს სირცხვილი ჩვენ რომ რაც მე ახლა ჩამოვთვალე, წაკითხული ან გაგებულიც რომ არა გვაქვს. და მოკლედ გეტყვით, რას ამბობს იოანე დამასკელი, უпростоრეთ ეკლესია, რას ამბობს ადამიანის ცხონების შესახებ. პირველი, ადამიანი რომ ცხონდეს, საჭიროა მადლი. რა არის მადლი? მადლი არის აზროვნებითი მადლი, მადლი არის ზნეობრივი, მადლი არის ხუდელმოქმედებითი. აზროვნებითი მადლი აინშტაინს ჰქონდა, სოკრატეს და უამრავ გენიოს, მაგრამ ეს არ არის მაცხოვნებელი. შეიძლება კი ბატონო, ფარდებითობის თეორია მოიგონო, მაგრამ ვერ ცხონდე, კარგად აზროვნებ, კარგად დაწერე, პითაგორა შეიძლება მათემატიკოსი იყო, მაგრამ ვერ ცხონდე, მაგრამ მადლის გარეშე ვერც პითაგორა იპითაგორებდა და ვერც აინშტაინი იაინშტაინებდა. არაფერი არ ხდება მადლის გარეშე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეორე, რა არის ზნეობრივი მადლი? მუსლიმანები როგორ პატივისცემენ უფროსებს, როგორი კდემამოსილება აქვთ, როგორი მორიდება აქვთ უფროსი ადამიანების მიმართ. ამდენ ქველმოქმედებას აკეთებენ კათოლიკები. მადლის გარეშე ეს არ ხდება, მაგრამ ეს მაცხოვნებითი მადლი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვნებითი მადლი არის საღვთელმოქმედო მადლი, წირვა, ლოცვა, ნათლისღება, აღსარება, ზიარება, მღვდლობა, ქორწინება, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ანუ თუ გინდა რომ ცხონდე, უნდა გქონდეს ჭეშმარიტი მადლი ცხონების საღვთელმოქმედო, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხას უსაღვარმეშინია მართლმადიდებელ დედა ეკლესიაში. მაგრამ მარტო მადლიც არ არის საკმარისი, მეორე საჭიროა რწმენა. ეხლა იტყვის ვიღაცა წმენა მაქვს კაცო, მაგრამ წმენა ეშმაკებსაც აქვს. ეშმაკს წამს რომ ქრისტე ძეხვთვისაა, მხოლოდ ჩობილი ეუბნება, დროზე ადრე მოსულ ხარო ძეო ღვთისაო. ეშმაკი აღიარებს პირველი, ხო? ადრეს გითხარით რომ არიოზმა უწოდა ევსობი ნიკომიდიას პირველი მართლმადიდებელო. საინტერესოა, მწვალებელს ეუბნება რომ მართლმადიდებელი ხარო, ანუ ჭეშმარიტი ორთოდოქსი ხარო. ჭეშმარიტი რწმენა უნდა გქონდეს, სარწმუნოების სიმბოლოს უნდა აღიარებდე, შვიდკრებას უნდა აღიარებდე. ვიღაცა რომ გალაღდა და ამბობს რომ მართლმადიდებელი ვარო და ეკითხები რომ შვიდი მსოფლიო კრება გწამს, გრიგოლ პალამა გწამს? არა, არ ამწამს. გრიგოლ პალამა არ ამწამს, მაგრამ მაქსიმი ამხსარებელი მწამს. ესე არ არის ჩემო კარგო. თუ ხარ მართლმადიდებელი, რაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ შემოინახა წმინდა გარდამოცემა, წმინდა წერილი და დიდი ჯულის კანონი, უნდა აღიარო. თუ არ აღიარე, ნახომდის, ესე იგი შენ ხარ მწვალებელი. ანუ მარტო იმის თქმა რომ წმენა არის საკმარისი, არ არის ჩემო ძვირფასებო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური წმენა. და შემდეგ სინანული, კი, მადლი მაქვს, წმენა მაქვს, მაგრამ სინანული არა მაქვს. რამდენი ადამიანია, ხო, ქართველი ბიჭები წამოხტებიან სუფრაზე, მართლმადიდებელი ვარ და ასე შემდეგ. მე რო ხარ მართლმადიდებელი, არ მარხულობ? აი დრო არ მაქვს, ხო, აი რაღაცა კუჭი მткиვა და ასე შემდეგ. არა. მადლი თუ გაქვს და წმენა გაქვს, სინანული უნდა გქონდეს შენი ცოდვების. სინანულის გარეშე ვერ ცხონდება ვერავინ. და მეოთხე და მთავარი კეთილი საქმეები უანგაროდ სიყვარულით აღსრულებული. სხვანაირად არ არსებობს არანაირი ცხონება. მადლის გარეშე, წმენის გარეშე, სინანულის გარეშე
და ქველმოქმედების გარეშე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ძეობილობით არის ნაკარნახევი. ძნელია ამ ყველაფრის გაგება, ამ ყველაფრის დაუნჯება და ქადაგება? არ არის ძნელი, მაგრამ ვიღაცა იტყვის ახლა რომ არ ცოდნაო, არ ცოდვაო, არა ჩემო კარგო. 21 საუკუნეში ზუსტად ეგ არის დიდი ცოდვა რომ უმეცარი ხარ. 21 საუკუნეში ახალგაზრდა როგორ შეიძლება უმეცარი იყოს და საერთოდ ადამიანი როგორ შეიძლება მართლმადიდებელი გერქვას და არ იცოდე რა არის მართლმადიდებლობა. რომ სანთელ-სანთებ ეგ არის მართლმადიდებლობა და სხვარი რომ უნდა შემოატაროთ ადრეს გარშემო, ეგ გონია მართლმადიდებლობა? არა, მართლმადიდებლობა ეს არის ერთადერთი ცხონების გზა, ის რომელი გზის გარეშეც ვერც ერთი ადამიანი ვერც აქ იქნება ბედნიერი და ვერც სასუფეველში ვერ დაიმკვიდრებს და ეს ყველაფერი ჩვენ მარხვაში უნდა შევიმეცნოთ. ჩვენ თვითონ შევიმეცნოთ და ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს ახლობლებს გადავცეთ რომ ცხონება არის მართლმადიდებლობაში და უნდა ყველა ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიბადე ამ ქვეყანაზე, რომ იყო ბედნიერი სულიერად, ფიზიკურად და რომ უნდა ცხონდე და ვაი იმ ადამიანს როგორც იუდაზე წერია, რომ ჯობდა რომ არ დაბადებული იყო. ვინც ვერ ცხონდება, არ ჯობია რომ არ დაბადებული იყო, ჩემო ძვირფასებო. ღმერთს უნდა ყველა ადამიანის ცხონება, ნებისმიერი ადამიანის ცხონება და ჭეშმარიტებასაში და მოსვლა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ რეგვენ ადამიანს ეს არ უნდა და ფიქრობს რომ მე სიკეთეს გავაკეთებ და ვცხონდები, მე ვიწამებ და ვცხონდები, მე ასე და ისე ღმერთი უყურებს ჩვენ გულს. და რა ხდება ჩვენ გულშება, ვიცით კარგად? აი რა საჭიროა სახარება, რა საჭიროა მარხვა, რა საჭიროა თავარია გულში ყავდეს ღმერთი. გულში რო ყავდეს ღმერთი, მარხვა შეინახავდი, ჩემო კარგო. გულში რო ღმერთი ყავდეს, ესეთი ბოროტი და შურიანი კი არ იქნებოდი, ასეთი მრისხანებაში კი არ იქნებოდი. ამიტომ გავაგრძელოთ ჩემო კარგებო მარხვა, გავაგრძელოთ ლოცვა, გავაგრძელოთ ვარჯიში, სიმდაბლეში, ასკეოს, გავაგრძელოთ სიკეთის კეთება და ერთმანეთის სიყვარულით და უფლის მორჩილებით ვიფიქროთ სულის ცხონებაზე და როგორც წმინდა სერაფიმ სარაველი ბრძანებს, შენ მოიპოვე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო ათასობით ადამიანი ცხონდებიან. რამდენი გამომწერი გყავ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა. რას აკეთებ, რას ქადაგებ, როგორ ცხოვრობ და როგორ არსებობ ამ ქვეყანაზე. აი ეს არის მთავარი ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც მარხვას ინახავთ, მოემზადეთ, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო და ოთხშაბათს უკვე განზოგება არის მარხვის. ეს ნიშნავს, რომ მარხვა განახევრდება უკვე ოთხშაბათს. ჩვენ ტაძარში ყოველ ოთხშაბათს ტარდება, მოგეხსენებათ, პირველ შეწირულის ლიტურგია, ყოველ შაბათს დილით 10:30 არის მიცვალებულთა სახელზე წირვა და 12 საათზე არის პანაშვიდი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ჩვენთან არსმოება.